ამორჩეულმა რო გაიგოს როგორ ძასავს ეროვნული ბანკი, პირობას გაძლევთ მართლა რევოლუცია მოხდებოდა, ხალხი ეკრიბებოდა ხა ეროვნული ბანკის შენობასთან და ფანჯებს ჩაუმტვრევდა და ცემდა იმ ხალხს და დაამთავრებდა ეროვნული ბანკის არსებობას. ხალხის დაპყრობის ასეთი ინსტრუმენტი არსებობს. ეროვნული ბანკი ქვია ჩვენ შემთხვევაში, ისე ცენტრალური ბანკი, ამერიკის შემთხვევაში ფედერალური სარეზერვო სისტემა. რა ვიცი, აი კომერციული ბანკი რო იღებს რეფინანსირების სესხს. აი თქვათ, მომდა TBC-ს აიღოს 500 მილიონი. ეს 500 მილიონი თქვენ მოგონიათ რა, სადაც სეიფში ინახება დაბეჭდილია და უბრალოდ ხანიქეთ მოდის ხანიქეთ არა უბრალოდ კომპიუტერში ტიპი ჩაწერს რომ TBC-ს გადაურიცხეთ 500 მილიონი და პუმ გაჩნდება 500 მილიონი სამყაროში და დაიჭდება TBC-ის ანგარიშზე ან მაგალითად მთავრობას მოუნდა დოლარის გაყიდვა და ამბობს რომ მომეცი ლარიო და ეროვნული ბანკი იღებს დოლარებს და აძლევს ლარს მთავრობას ეს ლარი საიდან გაჩნდა დაჭერდა კომპიუტერში გადაურიცხეთ მთავრობის ანგარიშის ხაზინაში თქვა ამდენი ლარი მორჩა პუმ გაჩნდება ეს ლარი ამორჩეულის უცოდინრობა გაერკვიოს როგორი ძარცვება არის ეს მთავარი დასაყრდენი ნებისმიერი მთავრობის იმიტომაც სიამოვნებაში იყენებენ ამ ცენტრალური ბანკის ამბავს რომ იმიტომაც იბეჭდება ფული და ამ ბეჭდით იძარცვება ხალხი რომ აი ხალხი ვერ ხვდება რა არ ყოფნის ზოგს ინტელექტი არ ყოფნის ზოგს დრო არ აქვს რომ თავისი ყოველდღიური საქმიანობა აქვს და მონეტარული პოლიტიკა შეისწავლოს ზოგ ვინმე სულელ ლექტორთან აღმოჩნდა და უთხრა რომ ასე სწორიც არისო კაცო რომ ასე ხდება ანუ ვიღაცა მიცის რა ხდება რა სწორი არისო ვიღაცა ყველაფერი იცის და უბრალოდ ამაზე პარაზიტირებს ეროვნულ ბანკში ჩვენ ავდიციან იდეაში რა ხდება და კომერციულ ბანკებში ჩვენ ავდიციან ყველა მარიცის ჩვეულებრივ რიგითი მენეჯერი რომელიც ცესხს გასცემს ვიას კი მიხვდება რომ უთხრა რა არის მულტიპლიცირება და რო უთხრა რომ ბანკი ჰაერიდან ქნის ფულსო არ დაგიჯერებს მაგრამ ჩვენი ბუღალტრული აღრიცხვა რო აიღოთ ბანკების აღრიცხვა არის თალეთური კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვა იდეაში იგივე პრინციპით რომ დაიწყოთ რა ვიცი ჩვეულებრივი სამშენებლო კომპანიაში საქმიანობა რა ვიცი ციხეში გაგიშვებენ ხო არ შეიძლება ადამიანს მოსთხოვო რამე ძალიან სპეციფიკური ცოდნა რომელიღაც სფეროში ამიტომ ამორჩეულის დიდ ნაწილი უბრალოდ გატყმაში არის რა ხდება აზე არის იმასაც კი ვერ ხვდებიან ადამიანები რომ მთავრობა მათ ძარცვავს ვიღაცას გონია რომ მთავრობა არის ხალხის სასიკეთოდ შექმნილი რაღაც დაწესებულება საბაზისო რაღაცებს ვერ უხსნით ადამიანებს ჯერ კი ადამიანებს ჯერა უფასო განათლების უფასო ჯანდაცვის და ნუ რამდენიც გინდა აუხსენ რომ ამ სამყაროში არაფერი არ არის უფასო უბრალოდ შეუძლებელია რამე უფასო იყოს და თუ თქვენი შვილი დადის სკოლაში და თქვენ ამაში ფულს არ იხდით თქვენთვის ეს უფასოა მაგრამ სიამოვნებაში ვიღაცა ამაში იხდის შეიძლება თქვენც იხდით თქვენი გადასახადებით ირიბად ან უბრალოდ თქვენი მეზობელი იხდის ან ვიღაც სხვა იხდის რომ მთავრობა რო ყურძენს ყიდულობს ეს მთავრობის ფული კი არის ვიღაცა თქვენ მეზობელს წაართვეს ფული და თქვენ გადაგიხადეს და ასე შემდეგ ჩვენ ხომ ამას ვაკეთებთ და ვიღაცას აქვს უნარი ეს გაიაზროს როგორც კი ამას გაიაზრებს ის უკვე აღარასდროს აღარ შეხედავს სამყაროს ისე როგორც ადრე უყურებდა მისი მოტყუება ბევრად უფრო რთული იქნება და რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ადამიანის მიხვდება ყველაფერს მით უფრო უკეთეს სამყაროში ვიცხოვრებთ უბრალოდ აი ქრისტიანულ სამყაროში მინიმუმ ის მაინც ესმის თუ რელიგია კარგად განჯდარი ადამიანებში რომ ქურდობა ცუდია და თუ ქურდობა ცუდია და აუხსენე მექანიზმი რომ იცი რა გადასახადების არ არის ნებაყოფლობითი გადასახადი არის ეს არის ძალის წარქმნილი ფული თუ არავინ ნებაყოფლობითი გადასახადებს არ იხდის კაცო აბა არ გადაიხადე თუ მაგარი ხარ თუ შენი გონი რომ ნებაყოფლობითია წარქმნილი ფულია წარქმნილი ფული თუ არის ესე იგი ის ფული თქვენი აღარ არის რა წაგართვეს ფულის წარქმნება კარგი არ არის და ასე შემდეგ